ისრაელმა და ჰამასმა დოჰაში მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებების შეფერხებაში ერთმანეთი დაადანაშაულეს. ეს მაშინ ხდება, როდესაც მხარეები ახლოს იყვნენ შეთანხმებასთან, რომელიც ღაზაში უკვე 14 თვის განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტის დასრულებას ითვალისწინებდა. ჰამასმა ისრაელს ახალი პირობები წაუყენა. ისრაელი კი ჰამას უკვე შეთანხმებული პუნქტების უარყოფაში ადანაშაულებს. კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი აცხადებს, რომ მიუხედავად ამისა, მოლაპარაკებები მაინც გაგრძელდება. ამავდროულად ისრაელის თავდაცვის მინისტრი ისრაელ კაცი პირობას დებს, რომ ისრაელი კვლავ გააკონტროლებს უსაფრთხოებას ღაზის სექტორში. ცოტა ხნის წინ მათ ღაზაში მიწისქვეშა ტერორისტული ინფრასტრუქტურა გაანადგურეს. ისრაელის სამხედროებმა მიწისქვეშა ქსელის აფეთქების ამსახველი ვიდეო მასალაც გაავრცელეს. თელ-ავივში კი ჰამასის მიერ გატაცებული მძევლების ოჯახის წევრებმა საგანგებო პრესკონფერენცია გამართეს. მათ ისრაელის მთავრობისგან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაფორმება და მძევლების დაბრუნება მოითხოვეს. ბოლო ინფორმაციით ღაზაში ამ დრომდე დაახლოებით 100-მდე მძევალი რჩება, თუმცა როგორც ვარაუდობენ, მათგან მხოლოდ 2/3-ია ცოცხალი.